Alhamdulillah, as-salatu was-salamu ala rasulillah. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. ეს არის პარასკევი და ვაგრძელებთ ჩვენს ყოველკვირეულ ლექციებს. დღევანდელი სასაუბრო თემაც შეეხება კითხვა-პასუხებს, რომელიც წამოსულია ისევ თქვენგან, ან წამოსულია ინტერნეტ მაყურებელი საზოგადოებისგან. წინა ლექციაზე ჩვენ ვისაუბრეთ ჯემაატთან ერთად ნამაზის შესრულების შესახებ. და იქ თქვით, რომ ჯემაათით ლოცვა მარტოდ ინდივიდუალურად ნალოცთან შედარებით 25 ჯერ მეტი მადლია. ამ თემასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სხვა ჰადისებიც არის. რამდენიმე ვერსია არსებობს ჰადისისა, ჩვენამდე ისედაც ისლამისგან გადმოცემული და გაჩნდა ასეთი შეკითხვა, რომ სხვა ჰადისში ნათქვამია მაგალითად 27 ჯერ. და რომელი უფრო სწორია, 25 ჯერ თუ 27 ჯერ? აქედან გამომდინარე, შევეცდები ამ თემის განმარტებას. თუ რის მიხედვით ფასდება ჩვენი იბადეთები უზენაესი ალლაჰის წინაშე. მაგალითად ერთ-ერთი ჰადისი. عن عبد الله ابن عمر رضي الله عنهما أن رسول الله صلى الله عليه وسلم قال عبدالله بن عمر أنو حضرت عمر's შვილი გადმოგცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა თქვა შემდეგ: صلاة الجماعة تفضل صلاة الفذ ب27 درجة. ჯემაატთან ერთად შესრულებული ნამაზი უზენაესი ალლაჰის წინაშე მარტოდ შესრულებულ ნამაზთან შედარებით 27 ჯერ მეტად შეფასდება. ანუ ადამიანი დგას ორი არჩევანის წინაშე. ერთი დადგეს და მარტოდ ილოცოს, საუბარია ყოველდღიურ ფარდ ნამაზებზე. ერთი დადგეს და მარტოდ ილოცოს, მეორე რამდენიმე ნაბიჯის იქეთ მეჩეთია, მივიდეს იქ და ჯემაატთან ერთად ილოცოს იგივე ნამაზი. მარტოდ ნალოცთან შედარებით 27 ჯერ მეტ მადლს მოიპოვებს შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამი ბრძანებს ამ ჰადისში. მეორე ჰადისი عن أبا هريرة رضي الله عنه. ამ ჰადის აბუ ჰურეირა გადმოგცემს. قال رسول الله صلى الله عليه وسلم. ალლაჰის შუამავალმა თქვა: صلاة الرجل في الجماعة تفضل على صلاته في بيته أو سوقه 25 ضعفا. კაცის მიერ ჯემაატთან ერთად შესრულებული ნამაზი მარტოდ საკუთარ სახლში ან ბაზარში, იმ დროს ძირითადად ხალხი დასაქმებული იყვნენ ბაზარში ვაჭრობით. დღეს ბაზარშიც არიან დასაქმებულები და ოფისშიც. ანუ დღევანდელ ჩვენს პირობებში შეგვიძლია ეს ასეთნაირად გავიგოთ, რომ სამუშაოზე, სამსახურში, სახლში ან სამსახურში მარტოდ შესრულებულ ნამაზზე 25 ჯერ უფრო ძვირფასია. ერთი შეხედვით ეს ორი ჰადისი ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ერთი 27-ს ამბობს, მეორე 25-ს, რომელი უფრო სწორი, უფრო მართალია. ისევ ჰადისის გაგრძელებაში ნახეთ, რა საინტერესო განმარტებას აკეთებს ისევ შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. وذلك أنه إذا توضأ فأحسن الوضوء. ეს მაშინ როდესაც აბდესს აიღებს და უნაკლოდ აიღებს აბდესს. გულდასმით, ყურადღებით, ზერელეთ კი არა. სუნნეთს, მუსტეჰაბს, მეკრუს, ყველაფერს აბდესს რაც სჭირდება, ყველაფერს ხუთიანზე შეასრულებს. ثم خرج إلى المسجد. შემდგომ წავიდა მეჩეთში. აბდესი აიღო, მეჩეთში მიდის. لا يخرجه إلا الصلاة. ეს ადამიანი ჯამეში ნამაზის გარდა სხვა არაფერს არ წაუყვანია. ერთადერთი ინტერესი მისი არის ჯამეში წავიდეს. ჯამეში წასვლის ბევრნაირი მიზეზი შეიძლება იყოს. თქვათ, სადმე მიდის ეს ადამიანი. თავის წასასვლელ გზაზე მეჩეთი იმყოფება. გავივლი მეჩეთში, შევასრულებ ნამაზს და შემდგომ გავაგრძელებ გზას. რა თქმა უნდა, ეს ცუდი არ არის, კარგია. მეორე ვარიანტი, ვიღაცასთან შესახვედრია. იცის, რომ ის
ევლაზე ჯამეში მოვა. მივალ თან ევლას ვილოცავ, თან ამ კაცს ვნახავ. ცუდი ესეც არ არის და საძრახი არ არის ესეც. საბოლოო ჯამში მეჩეთში მოდის ნამაზს უსრულებს. და მესამე ვარიანტი. მსგავსი რამე მიზეზი არ აქვს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის გამოდის სახლიდან რომ მე უნდა მივიდე მეჩეთში შევასრულო ნამაზი ალლაჰის ხათრით და ისევ დავბრუნდე სახლში. ან დაველოდო სხვა ნამაზს. ნახეთ ამ ვარიანტებს შორის ყველაზე ძვირფასი არის იმ ადამიანის მოქმედება, რომელიც მხოლოდ ნამაზისთვის მიდის მეჩეთში და სხვა მიზნები არ ახასიათებს. იმის მოგებული და მეორეს მოგებული მადლი ერთნაირი არ იქნება. სწორედ ამის მიხედვით ზოგი 25 მადლს აიგებს, ზოგი 27-ს. და როგორც სხვა ჰადისში შემდგომ წავიკითხავთ, ბრძანებს შუამოვალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ეს საფეხურები 700-მდე შეიძლება გაიზარდოს. გააჩნია რა გულით მიდის ის ადამიანი, რა ნიეთით მიდის ის ადამიანი, გააჩნია ამაზე არის დამოკიდებული. და როდესაც ასეთი ადამიანი ასეთნაირად აიღებს აბდეს, ასეთი ნიეთით წავა მეჩეთში რა მოხდება? لم يخط خطوة إلا رفعت له بها درجة. ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე ალლაჰის წინაშე ყადრი ხარისხი ემატება, დაფასება, პატივი. ამაღლდება ის ალლაჰის წინაშე. وحط عنه بها خطيئة. და ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე ამასთანავე თითო შეცდომა, თითო ცოდვა ჩამოეწერება. فإذا صلى თუკი ილოცა მივიდა ყველაფერი ლამაზად ჯემაათთან ერთად ნამაზი ილოცა დაასრულა. لم تزل الملائكة تصلي عليه ما دام في مصلاه. ანგელოზები გაუჩერებლად მანამდე ლოცავენ ამ ადამიანს ვიდრე იმ ადგილზე დაყოვნდება, სადაც ნამაზი ილოცა. ანუ დასრულდა ნამაზი, მაგრამ იმ წუთას მეჩეთიდან არ გარბის. როგორ ამბობენ? ალლაჰუმმა სალლი ალეიჰ. ღმერთო, დალოცე ეს ადამიანი. ანგელოზები გაუჩერებლად ასეთნაირად. ალლაჰუმმა რჰამჰუ. ღმერთო, შეიბრალე იგი, შეიწყალე. სანამ იქ მეჩეთში იმყოფება და იქიდან არ გამოდის, მანამდე ანგელოზების ლოცვა ასეთნაირად გრძელდება მის მიმართ. ولا يزال احدكم في الصلاه. და მანამდე ნამაზში მყოფად ითვლება ნებისმიერი თქვენგანი მანტაზარ الصلاه. ვიდრე ის მეჩეთში ზის და მომდევნო ნამაზს ელოდება. ნახე, ერთი ნამაზი დასრულდა, მაგრამ მომდევნო ნამაზს ელოდება რომ ისიც მოვიდეს ვილოცო და მერე წავიდეს სახლში. ის ლოდინის პერიოდიც ნამაზის ლოცვის მსგავსად მადლი ეწერება მას. აქაც ორი ვარიანტი შეიძლება იყოს. შეიძლება ვინმესთან შესახვედრია, რამე სასაუბრო თემა აქვს. ერთი ნამაზი შეასრულა და ტელეფონზე იმან უთხრა რომ დამელოდე მოვალ. ისიც ელოდება, თან იმას ელოდება, თან ნამაზი მოვა და ილოცავს. იმასთან რომ საქმე არ ქონოდა წავიდოდა. მაგრამ საქმეში გააყოლა, ცუდი არ არის. რა თქმა უნდა, კარგია რომ ნამაზს ილოცავს და ისე წავა, ნამაზის მადლს მოიგებს, მაგრამ მეორე ვარიანტია რომ არავის არ ელოდება, არავისთან საქმე შეხვედრა არ აქვს. მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰთან შეხვედრა უნდა. ჩვენი ყოველდღიური ლოცვა, ყოველდღიური ნამაზზე დადგომა ჩვენს გამჩენთან შეხვედრა, მასთან საუბარი, მასთან დიალოგია. აი ამ მიზნით შეყოვდა ის ადამიანი და ელოდება მომდევნო ნამაზს. აი ამ ადამიანს მომდევნო ნამაზის მოსვლამდე ნამაზზე ყოფნის მადლი ეწერება. როგორც ბრძანა შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. ესე იგი, აქ რა გვახსენდება? გვახსენდება შუამავალ ალეისალათუ ვასალამის ერთ-ერთი ცნობილი ჰადისი. ინნამალ ა'მალუ ბინნიათ. უეჭველად მოქმედებები არის ნიეთის მიხედვით, განზრახვის მიხედვით. რა ნიეთითაც, რა განზრახვითაც მოქმედებთ, იმას მივიღებთ. როგორიც იქნება გულწრფელობა. და კიდევ ერთ ჰადისში აბუ ჰურეირა, მაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან, გადმოგცემს
قال رسول الله صلى الله عليه وسلم الله شو مولمت وكل عمل ابن آدم يضاعف الحسنة 10 أمثالها إلى 700 ضعف ადამიანის მიერ ნამოქმედარი ყოველი სიკეთე 10-დან 700 მაგამდე შეუფასდება. 10-დან 700 მაგამდე ვის შეუფასდება? ვინც გულწრფელია, ნიეთი გულწრფელი აქვს. ვინც მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის ხათრით მოქმედებს. იმას ერთში 10-იც დაეწერება, 25-იც დაეწერება, 27-იც დაეწერება და 700-იც დაეწერება. ამას შეაფასებს და განსაზღვრავს გამჩენელი ღმერთი, რომელიც ყველა ჩვენგანის გულებს ხედავს. და ასევე შეიძლება ვინმე დადგეს ილოცოს და არც ერთი არ დაეწეროს. რატომ? იმან ისე უთავბოლოდ ილოცა, რომ ყაბული არ გახდა და იმით. ისიც არის. მარტო 25 და 27 არ არის, არც ერთის არ დაწერაც არის. უზენაესმა ალლაჰმა სუბჰანაჰუ ვა თაალამ ყველა ჩვენგანი დაგვიფაროს მსგავსი უარყოფითი შედეგისგან. მე ვთქვი, რომ იმ დღეს ვისაუბრეთ ჯემაათით ლოცვასთან დაკავშირებით და იქ პატარა შეცდომა დავუშვი, რომელიც ერთ-ერთმა ჩვენმა მუსლიმმა ძმამ შემახსენა და დაუკვირვებლად უნებლიე შეცდომა მოგვივიდა ასეთი, რომ თქვით, რომ შეკითხვა იყო, რომ თუ ადამიანმა მარტოდ ილოცა რომელიმე ნამაზი. შემდგომ შეხვდა ჯემაათს, უნდა შეუერთდეს თუ არა. რა თქმა უნდა შეუერთდეს და ილოცოს ჯემაათთან ერთად ლოცვა. შეცდომა რაში მდგომარეობდა? შეცდომა იმაში მდგომარეობდა, რომ მის მიერ პირველად და დამოუკიდებლად ნალოცი ნამაზი ფარდის ადგილს დაიკავებს. ხოლო ჯემაათთან ერთად შემდგომ ნალოცი ნამაზი ნაფილეს ადგილს. ეს მე დაუკვირვებლად შეცდომით პირიქით ვთქვი. ამიტომ უშეცდომო არავინ არ არის, ალლაჰის გარდა უშეცდომოთ არავინ არ არის. ყველა შეიძლება მოგვივიდეს შეცდომა. ოღონდ ნახეთ რას ბრძანებს შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ კულლუ ბენი ადამე ხატაუნ ადამიანის შვილებს შორის ადამიანის შთამომავლობიდან ყველა არის შეცდომის დამშვები, ყველა შეცდება. ვა ხაირულ ხატაინ თავაბუნ და შეცდომის დამშვებებს შორის ყველაზე ხეირიანი თეუბეს გამკეთები, ანუ ვინც რომ ამას გამოსწორებას ცდილობს, ისინი არიან. პირველ რიგში რა თქმა უნდა ვეცადოთ რომ შეცდომა არ დაუშვათ, მაგრამ უშეცდომო არავინ არ არის. ამიტომ თუ გვინდა რომ შეცდომის დამშვებებს შორის ყველაზე ხეირიანი ვიყოთ, გამოსწორება, აღიარება, მონანიება არ უნდა გვეთაკილებოდეს და ესეც უნდა ვაღიაროთ. არ არის საჭირო გადიდგულება, სიამაყე რომ მე როგორ მომცეს შენიშვნა, მე ვიცი და სხვა მარიცის არ ყველამ შეიძლება იცოდეს, ყველა შეიძლება შეესაბამოს.